ეს რა ამბები აგიტეხიათ ხალხო? ეს როგორ შეიძლება ახლა ესეთი ამბების ატეხვა? გუშინ 17 მაისს, როგორც ამბობენ საქართველოში ოჯახის დღეთ რო არის გამოცხადებული ეს დღე, ქონდა ვიდეო ლაივი, ვინც ადევნებდა ჩემ ბლოგს თვალს, ძალიან კარგად იცის რა ვიდეო ლაივიც მქონდა. თუ ვინმე უყურა გუშინდელ ლაივს, ძალიან კარგად იცის ის, რომ მე ტყუილი არაფერი არ მithქვია. თქვი უბრალოდ სიმართლე, რომელიც სიმართლეც ძალიან გულზე მოხვდა ძალიან ბევრთა განსაკუთრებით ქოცებს. ქართული ოჯახების დაუძინებელი მტერი არის ყველა ხელისუფლება 92 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე. ასია ეს. მე არავისთვის დამიბრალებია არაფერი და არავისთვის მომიგონებია არაფერი. თუ თქვენ გამახსენებთ ამ 34 წლის მანძილზე. ნუ კაი, ახლა მარტო ქოცებს ვარ ვეხები. ნებისმიერი ხელისუფალის შევარდნაძის დრო იყო, სააკაშვილის დრო არის, ბიძინას დრო არის, ხო? რომელიმე ხელისუფლების მიერ ქართული ოჯახების გაძლიერებისთვის გადადგმული ერთ ნაბიჯს მე გავჩუმდები და არ ამოვიღებ ხმას. არა აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით იქნება ეს განსაკუთრებით, ეკონომიკური მიმართულებით, სოციალური მიმართულებით. თუ თქვენ გახსენდებათ რომელიმეს, რომ ამ სამმა დამპალმა რეჟიმმა დღევანდელი არსებულის თამადობით რაიმე გააკეთა ქართული ოჯახების მხარდასაჭერად და პლუს საპატრიარქო გარდა ერთი ინიციატივისა, რომელი ინიციატივაც შეეხება იმას, რომ მესამე შვილს თუ გააჩენ, იქნება პატრიარქის ნათლული. ნუ სხვა რამე გახსოვთ ტოტალურად? ნუ ესეც ისეთი რაღაცა, რასაც ფინანსური მხარდაჭერა არ ჭირდება. ჭირდება უბრალოდ ის, რომ გააჩინო მესამე შვილი და პატრიარქი გეყოლება ნათლიად ოჯახში. ესეც ფინანსებთან არ არის დაკავშირებული რა, ეს არამატერიალური საკითხი არის, თუმცა ეს ალბათ ჯულის კანონში უნდა ჩავიხედოთ, რამდენად სწორი არის, რომ მომავალში ცოლ-ქმარს ერთი ნათლია რო ყავდეს, რამდენად მიღებული არის. მე ამას ხო არ ვიგონებ, მე ამას ხო ვლაპარაკობ მიღებული ქართული ადათი წესის ტრადიციის მიხედვით, სადაც ნათლი მირონი ჩვეულებრივი ოჯახის წევრად ითვლება და 9 თაობა გადადის ეს ყველაფერი. არ ვიცი, ეს თქვენი გადასაწყვეტი არის. რამდენად სწორი არის ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, ეს ისეთი თემა არის, ახლა 100%-ით რო ვთქვა, რომ ეს 100-ია თუ ისია, არ ვიცი, თუმცა მოვიძებ, აუცილებლად მოვიძებ ამ საკითხს და კომპეტენტურ პირებთან ერთად გასაუბრების შედეგად გავცემ ამ კითხვას პასუხს. რამდენად სწორი არის ერთ ოჯახში ცოლ-ქმარს ორივეს ერთი ნათლია ყავდეს და ყავდეს პატრიარქი იქნება თუ ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. გამახსენეთ, მე რაიმე სხვა ინიციატივა რომელიმე საერო თუ საბერო პირებისგან. მე არ მახსენდება, სამწუხაროდ მე არ მახსენდება ახლა ვიღაცამ ღდელმა ვიღაცას დაეხმარა და ეს არ გამოდგება აქ, იმიტომ არ გამოდგება, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთზე, რომელიც არის გადაშენების პირას და მინდა გითხრათ, რომ ქართველი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა დაცემული არის კატასტროფულ დონეზე, იმ კატასტროფულ დონეზე, რომელიც ჩამორჩება 1926 წლის
მონაცემებს, რომელიც სხვათა შორის ჩემი YouTube-ის არხზე არჩევნების, სსრკ-ში არჩევნების სახით გამოვაქვეყნე, აი შემიძლია აგერ წარმოგიდგინოთ კვლევა იმ პერიოდის კავკასიაში რამდენი ქართველი, ქართველი ეროვნებით, ეთნიკურად ქართველზე მაქვს საუბარი, ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, ოსი, ბერძენი, ტალიში და სხვა, რა ვიცი, ეროვნება იყო დომინანტი. ყველაზე მეტი რაოდენობით 1926 წელს ქართველები გამოირჩეოდით კავკასიაში 30% არის ეს. რაც იმას ნიშნავს, რომ კავკასიაში მაცხოვრებლების რაოდენობით ქართველები თითქმის ყოველი მესამე იყო ქართველი. ეთნიკურად ქართველი. 100 წლის წინ, თითქმის 99 წლის წინ. ხო, მე მგონი არ ვიგონებ არაფერს, ხო და დღევანდელი მონაცემებით, რომელსაც დღევანდელი საქსტატი აქვეყნებს და დღევანდელი კოცების რეჟიმი აქვეყნებს, იქ ეროვნება არ არის მითითებული არის ყველაფერი გარდა ეროვნებისა და თან პლუს თურმე საქართველოს მოსახლეობა გაზრდილა 10,000-ით რაოდენობრივად. მაგრამ ჩვენი შიდა ინფორმაციებით ვიცით უკვე რომ 1,700,000 კი არა ვართ ქართველები საქართველოში დარჩენილი არის 1,300,000 დარჩენილი. დაწყნარდი, ჩემო კარგო, დაწყნარდი. ნუ გეშინია შენ, ნუ ნერვიულობ. მე მივხედავ ჩემ შთამომავლობას რამენაირად. მარტო ის რო იყოს პრობლემა, რომ ერმილენ ემსაძეს ყავდეს ოჯახი და ბევრი შვილი, მე ამას ელემენტარულად მოვაგვარებდი, მაგრამ ამით არ იცვლება ერის ბალანსი ეთყობა შენთვის და თქვენნაირებისთვის. თქვენი ოჯახის სიმრავლე ღმერთმა გამრავლოთ, ეს არის ალბათ მთავარი და ერის სიმრავლე მეორე და მესამე ხარისხოვანი არის. გავაკრობ ახლა ამას. ანუ რაც მე ვთქვი, რაც მე ვისაუბრე გუშინ, ის რომ მე არ მახსოვს არანაირი მხარდაჭერა ქართული ოჯახების მიმართ. გამახსენებს ვინმე ოდესმე ხელისუფლებას შემოეთავაზებიოს ისეთი პროექტი, რომ ახალ დაოჯახებულ წყვილებს სახელმწიფო აძლევს საშუალებას, რომ იპოთეკით სახელმწიფოს დახმარებით შეიძინონ ბინა და იცხოვრონ ერთად. თუ მეტი შვილი ეყოლებათ, მეტი და ასე შემდეგ. რა არის სახელმწიფოსთვის უფრო ძვირფასი, რასაც ქვია საკუთარი მოსახლეობა, ერი, იმიტომ რომ ყველაფერი სისულელია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. თუ შენ ქვეყანაში შენი ერი უმცირესობაში გადაგივი. მე ვერ ვიხსენებ. აი ელემენტარულს ვამბობ. მე არ მახსენდება მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარებოდეს ვინმე საქართველოში. ახლა ვიღაცა რომელიღაცა თიანეთის თუ რომელიღაცა გამგებელს, სხვათა შორის თემო ბოკელავაძე რო არის ბლოგერი ბიჭი, სამოქალაქო აქტივისტი, დარბოდა და ითხოვდა, რომ ამდენ შვილზე რაღაცა ქენითა და ერთ-ერთი რაიონის გამგებელს გაუკეთებია ესეთი პროექტი, რომ თუკიო ღმერთმა გაუმარჯოს, თუკიო ამდენი შვილი გაჩნდება, ასე დავეხმარებით ერთჯერადად. არიან ღმერთმა ნუ გადააშენოს საქართველო, რომ ისე რომ არ იცხოვრებოდეს იმ ქვეყანაში ისე რომ ერთი ნორმალური ადამიანი არ შეხვდეს. არიან. მე ახლა უბრალოდ თითოეულ პერსონებზე ვერ ჩავალ, იმიტომ კაის თქმაც კი მიჭირს კარგის თქმა ზოგიერთ ჩინოვნიკზე, რომელიც მართლა სულით და გულით მიუხედავად ამ რეჟიმის პირობებში იკავებს თანამდებობას და ქართულ საქმეს აკეთებს. არ მინდა კარგი ვთქვა, იმიტომ რომ მერე იტყვიან, რომ ერმილემ კარგი თქვაო და 1000 უბედურებას დაამთხოვენ თავზე და არ ვამბობ, მაგრამ არიან, ბევრი არ არის ტოტალურად, ეს ხალხი ნეტა ტოტალურად იყოს, ეგეთი ხალხი ცოტა არის, მაგრამ არიან. გაუმარჯოთ ღმერთმა, ვინც არიან. ესმით ალბათ, ვისაც ვეუბნები ამ ყველაფერს, ღმერთმა გაგიმარჯოთ,
ქართულ საქმეს რო აკეთებთ, მიუხედავად ამ დამპალი რეჟიმის პირობებში და ყველანაირ შესაძლებლობას იყენებთ საკუთარ ერს მოახმაროთ ის ყველაფერიც ამ რთულ პერიოდში შეიძლება იქნას გამოყოფილი ქვეყნისთვის. ეს ძალიან რთული რაღაცა არის, ვინც სისტემაში ყოფილა და ვისაც სისტემაში უმუშავებია, ესა ურთულესი რაღაცა. ძალიან რთული რაღაცა არის, რომ ამ დამპალ სისტემაში რაღაცა ქართული საქმე გააკეთო. არიან იშვიათი ადამიანები, მე პირდაპირ ვიტყვი, ეს ხალხი არიან გმირები. გმირები არიან ნამდვილად, იმიტომ რომ ამას აკეთებს 1001. აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, მერთმა გაგიმარჯოთ. ვინც ხართ კოცების, ასე რომ ვთქვათ, დროშის ქვეშ, მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებთ. ბევრი არა ხართ, ცოტა ხართ, მაგრამ ხართ. მაგრამ მე აქვს საუბარი მაგ სახელმწიფოზე. საუბარი მაგ ერზე, საუბარი მაგ ბერზე, რომლებმაც რა არის ქართველი ერისთვის, მნიშვნელოვანი და მთავარი. მთავარი არის, რომ ის გადარჩეს, არ განადგურდეს და შემორჩეს დღევანდელ სამყაროს როგორც უძველესი ცივილიზაცია. ფიზიკურად გადარჩეს, ერი ფიზიკურად გადარჩეს, ადამიანი ფიზიკურად გადარჩეს. და ახლა თუ ვინმე გამოხვალთ და მეტყვით, რომ ამის პრობლემა არ არის საქართველოში, მაშინ აგერ გადახედეთ სტატისტიკას და ნახავთ, რომ 1,300,000 არის ქართველი საქართველოში დარჩენილი და ჩვენ ჩამოურჩით 100 წლის წინანდელ საქართველოს, როდესაც კავკასიაში ყოველი მესამე იყო ქართველი და გადახედეთ მეზობელ აზერბაიჯანს, მე კეთილი შურით თუ ვიტყვი იმას, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა 10 მილიონს გადაცდა, მაგრამ აქ ჩრდილო კავკასიაზე საუბარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც არ უნდა დამპალი და რთული რეჟიმი იყოს, თუ კი ერის დემოგრაფია იქნება გაუმჯობესებული, ჩვენ გენი გვაქვს ისეთი, რომ ადრე თუ გვიან მაინც დაიბადება საქართველოში ისეთი ქართველი და გენი თავისას იზამს, რომ გადარჩეს, მაგრამ აქ გენის მტრობაზე არის საუბარი. თუ ვინმე გამახსენებს ინიციატივას საპატრიარქოდან იმის შესახებ, რომ მრავალშვილიან ოჯახებს ოფიციალურად ეხმარება საპატრიარქო. აქ აი ამ დამპალ ევროპაში ჩამოსული ქართველები, რომლებიც გაწირა მისმა ქვეყანამ ყველანაირად, ძალიან ბევრ შვილებს აჩენენ. რის იმედით, იცით? იმის იმედით, რომ ადრე თუ გვიან საბუთის საშუალება ექნებათ. მაგრამ რაც შეეხება გაჩენილ სიცოცხლეს, ეს დამპალული, ლიბერალური, ავიცი, როგორი სამყაროც კიდე ისე თქვა, გაჩენილ სიცოცხლეს საერთოდ რო არ იყო არანაირ საბუთზე და არანაირ დოკუმენტზე, ბავშვი თუ გაჩნდება, ფრანგები 1000 ევროს გჩუქნიან და ბავშვს საჭმელი, სასმელი, ყოფითი საშუალებები არაფერი გაუჭირდება. საქართველოში კიდე ყოველწლიურად 500 ბავშვი კვდება იმის გამო, 500 ბავშვი კვდება იმის გამო, რომ მას არ აქვს საშუალება შესაბამისი ვიტამინები მიიღოს. არ ვკითხულობ კომენტარებს, საერთოდ გავთიშავ უბრალოდ ავამთავრო ეს ყველაფერი და მე ვისაც გინდათ გაგცემთ პასუხი. აი ამ დემოგრაფიულ კატასტროფაში მყოფი ერი გამოდის ლაპარაკობს რაღაცა ოჯახის სიწმინდეზე, ლაპარაკობს რაღაცა ოჯახურ ღირებულებებზე. ოჯახის სიწმინდე მარტო ის არ არის, რომ ცოლმა ქმარს არ უღალატოს და ქმარმა ცოლს. ეს არაა მარტო ოჯახის სიწმინდე. ოჯახი ეს არის, მე ქართული ოჯახის შვილი ვარ და კარგად ვიცი როგორ ხდება. ეს არის მთელი სინდისი, ნამუსი, ღირსება, ნათესაობის მიმართ, წინაპრების მიმართ, საქართველოს და სამშობლოს მიმართ, შვილის გაზრდა, აღზრდა. როგორც ჩვენ წინაპარს
ეკადრება ისეთის და გაგრძელება ამ ოჯახური ტრადიციის. გამაგებინეთ ვინმე, მე თუ აქ ტყუილს ვლაპარაკობ რაღაცას, რომელი ინიციატივა იქნა გაკეთებული ქართული ოჯახების მიმართ ამ დამპლების ხელში, წინადამპლების თუ იმის წინადამპლების ხელში, რომელიც ქართულ ოჯახს გააძლიერებდა. მე შემიძლია დაგისახელოთ უსასრულოდ უამრავი კანონი, უამრავი სიდამპლე, რომელიც ქართული ოჯახების ნგრევისთვის, გადაგვარებისთვის, გადაშენებისთვის მიიღო როგორც სახელმწიფო სისტემა, ასევე ეგრეთ წოდებულმა მასმედიამ, ხალათზე, უბედურებაზე, ჩათლახობაზე აგებული ყველაფერი, სადაც იქნა მასირებულად ჩატარებული პროპაგანდა, რომ ოჯახი თურმე ეს ქალის და კაცის კავშირი კი არა, ორ ადამიანს შორის სამოქალაქო აქტი არის და რა მნიშვნელობა აქვს ახლა კაცი და კაცი იქნება ერთად თუ ქალი და ქალი იქნება ერთად, თუ ამას ლობირებდა აი მთელი ეს საყვაროვნულეთი ლაპარაკი მაქვს ამ შიგ უკნიდან განათლებულ მედასავლეთებზე, რომლებსაც უნდათ რომ ევროპული საქართველო ნახონ და განსაკუთრებით ავანგარდში იდგა ამ დამავიწყებ ჯო გლეხსო მჭადის სახელი დაავიწყდაო ისი არის რა. აი ეს ეგრეთ წოდებული ლელოელი რო არის რა. ანანასვლიშვილი ხაზარაძის პარტიის წევრი, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული პრეზიდენტის მრჩეველი. რას ქვია თქვენ ასისულელეს ლაპარაკობთო? მაშინ 250,000 კი არა, ლამის მილიონამდე ხელმოწერა იქნა შეტანილი მარგველაშვილზე მოთხოვნათ, რომ გამოაცხადეთ ბოლო-ბოლო, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა. ახლა ბევრი არ იხსენებს ამ ყველაფერს. ხოცების რეჟიმში ხდებოდა, ამათ უბეში ხდებოდა ეგ ყველაფერი. არ მინდა არ მიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მეც მაქვს წვლილი შეტანილი იმაში, რომ კონსტიტუციაში ქართული მიწების გაყიდვასთან ერთად ჩაწერილი ყოფილიყო, რომ ქალი და კაცი ეს არის ოჯახის ერთობა. მაგრამ რის ფასად გაკეთდა ეგ ყველაფერი? რამდენი ომი დაგჭირდა, რამდენი ბრძოლა დაგჭირდა, რამდენი ჩვენი თანამებრძოლის დაჭერა და რამდენი ოჯახის გაუბედურება რის ფასად გახდა ეგ ყველაფერი და ამ დროს ეს არ ვიცი, ვერ უწოდებ მამაკაცის სასქესო ორგანოს ამათ, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მამაკაცის სასქესო ორგანო გამრავლების სიმბოლოა. სხვანაირად არ ხდება ეგ, ვერ უწოდებ. შიბაქები, უბრალოდ შიბაქები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ გვედგენ წინააღმდეგობაში დღეს რომ გამოვიდნენ იმაზე, რა ქვია, ოჯახის სიწმინდის დღეზე, იგივე დინარაძე, იგივე ის სირი სადაყავ თალაკვაძე, არ ვიცი, ის ეთყობა ერთმანეთში იკრისეს რაღაცა ვირთხების ბრძოლა არის. ის ჩამოყალიბებული დიშლა, ეს კობახიძე, ეს განდონი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მათ შორის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. დღეს რო არის პრეზიდენტი. როდესაც ჩვენ შევიტანეთ მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ყოფილიყო უარყოფილი და გენდერებიდან და უბედურებიდან ყოფილიყო წაშლილი, პირველი გამოხდა და დაგვიბლოკა კანონპროექტი, რომელი კანონპროექტიც ითვალისწინებდა ამ ყველაფერს. და დღეს აგერ დამდგარან ქართული ტრადიციული ოჯახების მიმართ და თურმე
მადლობა ღმერთს რომ ქართველები არიან თურმე და რომ ოჯახი ყავთ და ოჯახის ინსტიტუტი გააჩ. ხალხო რაზეა ლაპარაკი? ხალხი ვერ ამბობდა რამდენი სქესი არსებობდა, სხვას რომ დაცინიან თვითონ ვერ ამბობდნენ. ვერ ამბობდნენ. და ეხლა გამოსული არიან და თურმე როდის გამოსულა ქოცები ქუჩაში? როდის გინახიათ რომ ქოცი გამოსული იყო ქუჩაში? აი ეხლა გამოვიდნენ ოჯახის სიწმინდის დღეზე. ხალხმა, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. ხალხმა, რომელმაც ბავშვთა გარყვნის კანონი მიიღო. ხალხმა, რომელმაც ოჯახური ძალადობის კანონი მიიღო და 1000-ობით თუ 10000-ობით არა ოჯახი დაანგრიეს იმის გამო რომ ცოლმა ქმარს და ქმარმა ცოლს სიტყვა აუწია და ძირითადში ცოლებმა, რა თქმა უნდა, 99% შემთხვევაში დარეკეს და ქმრები დააჭერიეს. ეს დედარძე მოწყნულები ახლა გამოდიან და მელაპარაკებიან მე ოჯახის სიწმინდეზე და ქართულ ტრადიციებზე და ხარ ბიჭო, აი ბევრს გული დაგწყდათ. რაზე დაგწყდათ გული? რომ მე რატო შევიგინე, მე რატო ვილანძღე? ზოგმა ისიც დამიწერა შენ რომ ნაცზე მეტიო ნაცი ხარ. რაში ვარ ნაცზე მეტი ნაცი? იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობ. იმიტომ რომ მთელი თქვენი ქოცობის მოღვაწეობა აქ მხოლოდ იმით შეიძლება შეფასდეს, რომ თქვენ ინსტრუქციების მეტი რაც მოგდიოდათ არაფერს არ ღებული და ყველაფერს აპრავებდით ევროკავშირში მიღების სტატუსით და იმის მაგივრად როდესაც მოენძრიეთ ხელისუფლებაში რაიმე გაგეკეთებიათ საქართველოსთვის და ქართული ოჯახებისთვის რაიმე გაგეკეთებიათ პირველი კანონი რაც მიიღო ნაოცნებარმა პარლამენტმა ეს იყო ბუსუსებიანი პრეზერვატივების კანონი. რაღაც დაავიწყდა ხალხს რომ ეს ბერძღნერიშვილი განსაკუთრებით ლობირებდა რომ ანუ ბუსუსებიანიო პრეზერვატივიო ზოგიო სიამოვნებისთვისაო და ზოგიო დაცვისთვის. დაგავიწყდათ ხალხო? ეს დაგავიწყდათ? მე მახსოვს მარტო, თქვენ არ გახსოვთ. ნუ თუ ასეთი ღრმა მოხუცებული ვარ რომ მარტო მე მახსოვს, თქვენ არ გახსოვთ? გონება წაგეშალათ? ვიზე მელაპარაკებით ხალხო? ვის ახსოვდა ქართული ოჯახი? ვის ახსოვდა ქართველების სიმრავლე? ვის ახსოვდა რამე? არავის არ ახსოვდა და არც არავის არ ახსოვდა. კალაძეზე მელაპარაკებით, ვიდეო. აი კალაძეს ამდენი შვილი. მე უნდა უთხრა, ესე იგი კალაძეს თურმე მადლობა იმისთვის რომ კაცი არ აყავს ცოლად. მე უნდა უთხრა თურმე აქ მადლობა ამ დედამოტყნიშვილებს თურმე თელ საქოცეთს იმის გამო რომ კაცი არ არიან გათხოვილები და კაცი არ აყავს ცოლად, მაგრამ უფრო უარესი. კი, მაგრამ კახი კალაძე არისო, გათხოვილ კაცებს რო აჯილდოვებდა საქართველოში. დღეს რო დგას იქ და ძალიან დიდი კაცივით ლაპარაკობს. კახი კალაძე არის პირველი მაზალო, რომელიც შევარდნაძეს უძრებოდა, სააკაშვილს უძრებოდა და ამად უძრება. ახლა მე ამ აფირისტი ადამიანის მიმართ და თუ მეტეს აფირისტი მამამისის მიმართ დამოკიდებულება უნდა მქონდეს. ასია ეს. და ვისაც სიმართლე არ გიყვართ, ბიჭო, ნახევარი სიმართლით ვერ გახვალთ ფონს. ესენი არიან გარყვნილი, გადაგვარებული ხალხი, რომელიც ერთ წამში ფულის გამო გაყიდია. და თქვენ გამოდიხართ კიდე და მეუბნებით რომ თურმე რადიკალიზმია. რა შვაშია რადიკალიზმი? აი ელემენტარულს გეკითხებით ხალხო, ეს რადიკალიზმია? აი ელემენტარულს ეხლა რაღაცა მინდა გაჩვენოთ რა. აი არ არის ეს ფეიკი. ეს არის 2013 წლის მოვლენების პერიოდის ფოტო. როდესაც ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდონები ბაჩო და გური ის მესამე სირი რო ყავთ ის ღორის თესლის რა ქვია იმას რამიშვილი პოსტივის იმაზე დღედაღამე ზიან და ბლუკუნობენ და რაღაცებს რო არჩევენ ეს სამი შიბლა ქოცების სახე რომლებიც გეი პარადში მონაწილეობდნენ
აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას. მაგრამ იქ მომხდარი ამბების გამო პოლიციის კორდონის ქვეშ დატოვეს იქაო. ეს ჩემი ბრალია, რომ მე ამ ისტორიას რო ვიხსენებ, რომ ამ პიდარასტებზე მაგ ლაპარაკი? და ესენი ახლა გამომხტარი არიან და 17 მაისია, ის 17 მაისია და გამოსულები არიან და ოჯახურ სიწმინდეებზე ლაპარაკობენ. თქვენ გახსოვთ ქალბატონო მზია, მაგრამ სხვას არ ახსოვს. და ის მესამე შიბლა, ის ამორალური, გარყვნილი, გადაგვარებული ის ვირთხა ის რამიშვილი. გვარის შემარცხვენელი. არც ყოფილა მაგვარის ისე ზოგმა თქვა, რომ სხვა გვარის არისო და გვარი აქო მიკერებულიო. გამოვა და დაგიწყებენ ოჯახის რამიშვილი, რომელიც აღვირახსნელი, გარყვნილი, გადაგვარებული, მათხოვარი, ნაბოძვარი, ბავშვი გოგო, შვილის ტოლა გოგო რომ მიეღო სამსახურში, რომ ეჩალიჩებოდა, მამაშვილურად მომფერებოდა გოგოს და ხელი მოესვა ერთ ადგილას რა. ესენი მელაპარაკებიან ბიჭო ოჯახის სიწმინდეზე. თქვენ ოჯახში ხართ ბიჭო გაზრდილი, საერთოდ ოჯახებში ხართ გაზრდილი? ოჯახებში ხართ გაზრდილები რომელიმე, თუ ტყიდან ახართ გამოთრეულები ბიჭო. პრიუტიდან აყვანილები ხართ უყველა. არაფერს არ ვერჯი იმ პრიუტში ბევრი ნორმალური ადამიანი გაზრდილა და ისე ყოფილა, მაგრამ უბრალოდ ვამბობ ახლა დედის და მამის სიყვარული თუ გაგაჩნია, გეი პარადების პროპაგანდონი როგორ უნდა იყო. და მე რა გიკვირთ, იცი? თქვენ რატო გეზიზღებით, იცი? თქვენი ყველა ჩასრული საქმე რომ ახსოვს. თქვენი ყველა მოჯმული რომ ახსოვს. იმიტომ რომ ჩემს მიმართ კი არა, ჩვენს მიმართ კი არა, ერის მიმართ რომ მოისაქმნეთ. გამოდიხარ და ოჯახი და ოჯახური ბედნიერება. და ვიღაცამ ახლა თავარი ამბავი ის არის, რომ ვიღაცამ დააფიქსირა, ვიღაცა ცოტნე ივანიშვილი ყოფილა იქ, რა ვიცი, მე იმ ბავშვთან გაზრდილა ის და ვიცი 20-22 წლის ბიჭია ალბათ დაახლოებით და გამომხტარა და ეს ოჯახური სიწმინდის დაცვის გამო ჩამოსულა და იქა და მიესიენ და თქვენი შვილის ტოლა თქვენი შვილის კი არა, თქვენი ტოლა ბიჭები რომ დაიჭირეს, ძალადობა რომ მოხდა. ამბობს ის. მე მოვისმინე ცოტა ის ზედაპირულად, მაგრამ მაინც მოვისმინე ეს ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მამა ჩემი ყველაზე მეტად გულშემატკივრობს LGBT თემს. კი, მართალია, ეგ სიმართლე თქვა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის მისი პირით აქვს აღიარებული, რომ თურმე ის გულშემატკივრობს პიდარასტებს, LGBT-ებს, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და რომ მისი მოთხოვნით მიიღეს LGBT კანონი. ახალია რამე? ვინმე რამე ახალი თქვა, აი დიდი მე ოჯახები ძინა, ქართული ტრადიციული ოჯახი რო გააჩნია და მე უნდა ვიყო თურმე მადლიერი, რომ ბიძინა ივანიშვილსაც კაცი არ ყავს სწოლად. ან კაცი არაა გათხოვილი. ბიჭო, ყველა გადაგვარებული, ყველა ნაბოძვარი, ყველა ჩათალახი. როგორ ეფარებით ამ ყველაფერს? ახლა ვიღაცამ შეიძლება რაღაცა თქვას, გაასწოროს ვიღაცა მიწასთან, ასე თქვას, ისე თქვას, გუშინდელი გეი აქტივისტი იყოს და დღევანდელი ოჯახური სიწმინდის დამცველი. ბიჭო, კაცი ან ხარ, ან არა ხარ. კაცობა ცოტა სხვა მცნებაა. ან კარგავ ერთ წამში შეიძლება დაკარგო მთელი შენი ცხოვრების ნაწვავი. ჩვენ ასე გავიზარდით. მე დედა ასე მზრდიდა, რომ სახელს უფრთხილდებიან ახალგაზრდობიდან და ტანსაცმელს ახლობიდან. და რომ კაცობა ცოტა ხვედრია ფეხი დაუცდა მრავალსა, ყველას ვინ მიცა კაცობა წუთი სოფელში მავალსა და შეიძლება ის ყველაფერი რაც ბელი ცხოვრება შექმენი და ერთ წამში დაკარგო. და კაცი აღარ იყო და აღარ გექვას კაცი და იყო არაკაცი. ეს არის კაცის ფენომენი. რომელიც თქვენ ტვინში არა. და თუ ვინმე ამას ამბობს, ისაა ცუდი.
თურმე მე უნდა ვიყო მიმტევებელი თქვენს მიმართ, რაში უნდა ვიყო მიმტევებელი თქვენს მიმართ? ბოზობაში, პიდარასტობაში, ჩათლახობაში, თქვენი დამპალი ცხოვრების წესში? აი მე ოჯახე კოცი. მაგარი მე ოჯახეები ხართ. ყველა ოჯახი გახლიჩეთ, გააუბედურეთ, გადაყარეთ ემიგრაციაში. დედას, ბებიას, მამას, შვილი მოანატრეთ. 1000 უბედურება დამართეთ თქვენ ერს და გამოდიხართ ახლა და ოჯახის ერთობაზე და ოჯახის სიწმინდეზე. ისე თქვენი ოჯახი მოვტყან მე თქვენს ყველას რა. თქვენ ოჯახში გაზრდილის და ოჯახის შვილის რამე არ გეტყოთ. თქვენ ხართ გარყვნილები, კახპები, ჩათალახები. აი ესა და ამდენი გინება შეუძლებელია მოვისმინე. წადი ბიძი, მე გაძალებს ვინმე რომ მეისმინო. წადი უსმინე იმას. შეუძვერით უკანალში. ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობს ყველა თახსირი. ეს მარტო ხელისუფლებას არ ეხება. ეს მარტო ჟოპოზიციას არ ეხება. აი სამოქალაქო ან ახლა კიდე გამახსენდა ერთი მომენტი, რომელ მომენტსაც ხელიდან ნამდვილად ვერ გაუშვებ, როდესაც ეს დასირებულების ბევრი არ არიან, ცოტა არიან, მაგრამ მაინც ეს შიბლა როგორ უნდა იყო, რომ ასეთ შიბლას უსმენდე და მე არ წმუნებდე ხალხს, რომ თურმე ბიბლიური განათლების მიღება გინდა. ჩამიგდოს სხვათა შორის დღეს ერთმა ეცხვავდი ამ კაცკაცს დაპატიჟებული იმაში, რა ქვია, გადაცემაში და ლაპარაკის მქონდა მის მერე ლანძღავს და მაგინებს და წყალსაუღია მისი წეული სექტა თეოფილე მალაფია. თეოფილე მალაფია, რომელიც ოჯახურ სიწმინდეზე ლაპარაკობს და აკრიტიკებს თურმე ამ ყველაფერს, რომ რა ოჯახის სიწმინდე. ეს თვითონ ეს დედარძე მოწნული, ეს ბებერი გარყვნილი ჩატლახი. ეს მომისმინე აქ შესიროში დიშლა 4 ცოლის ქმარი. სამშობლოს უარმყოფელი, რწმენის უარმყოფელი, ყველაფრის უარმყოფელი. ოჯახებს რო საკუთარი შვილი მოტაცა და წაიყვანა სადღაც კანადაში თუ ამერიკაში იმის გამო რომ კაი ეცხოვრა და ცალხელში ბიბლია ეკავა და მეორე ხელში მამაკაცური ღირსება და ამრავლებდა იმას, რა ქვია, მის უჯიშო შთამომავლობას 4 ცოლის ქმარი, პრაროკი. და მე ბიბლიურად ხსნიდა თურმე რომ 4 ცოლი შეიძლება იყოს. ყავდეს ადამიანს, ესეც გამოსულია და 5 საათიან ლექციას კითხულობს მის დაყლებულ სექტაში, რომ თურმე ოჯახური სიწმინდე რა არის და თურმე მე ვარ ცუდი ადამიანი, რომ აი ეგეთ რაღაცებს ვამხე. და ეს დაყლებული ხალხი ბიჭო, ზოგი აქ მიტმასნილი, ზოგი იქ მიტმასნილი, ზოგი თეოფილე მალაფიას რო ადამიანი გაიხდი ერპატ და მომსმენად ამ გარყვნილ დამპალ ბებერს, რომელსაც გადაგვარების მეტი არაფერი არ აქვს. ო, დედარძე მოწნულები, კი ბატონო. და მე გამოხვალ და იმას იტყვი, რომ ეს იგინება და ეს ილანძღება. რაენით გელაპარაკოთ ახლა ამ კატეგორია ქართველებს? რაენით გელაპარაკოთ ამ კატეგორია ქართველებს, რომელიც გამოხვალთ და ან შენ არავინ მოგწონს. რომელი უნდა მომწონდეს? რომელი უნდა მომწონდეს? ღვთისმგუმობელი საპატრიარქო? ეს ნაძირალა ქვეწარმავალი ნაცკოცობა და პოლიტიკა, რომელშიც ესენი არიან? თუ ის ტელევიზიები, რომლებიც მათ შორის ეს პიდარასტების ტელევიზია, ეს რა ქვია, იმედი, რომელიც თანამშრომლებს ყრიდა იმის გამო, რომ მშობელი ერთი და მშობელი ორიო ვერ გაარჩიოსო, შეიძლებაო ადამიანმაო და ბავშვმაო და რომელიც დედა დაუძახოს და რომელიც მამა დაუძახოს. აი, ტელეკომპანია იმედი რო ხართ, თქვენი ოჯახი მოვტყან, მე დიდი ამ პატარა, თქვენი დიდი ოჯახი. აი ისა. და დღეს რო პირველი სახართ, რა ქვია, მეოჯახეები, როდესაც ჩვენ რო გამოვდიოდით თბილისში და ვამბობდით მიწების გაყიდვაზე, მიგრაციის წინააღმდეგ, ოჯახის შესახებ, ამ ყველაფრის შესახებ რო ვლაპარაკობდით, კონსტიტუციაში ჩაწერილი იყო,
ტელეკომპანია იმედი ემიჯნება ეგრეთ წოდებულ ქართულ მარშს, რომელიც ჩადარ. რა გინდა, ენის მოჩლებით გელაპარაკო? ხო, მე ფული თუ აბრმავეს, მაგათთვის ფული ბევრ რაღაცას ნიშნავს, ჩემთვის ფული არაფერს არ ნიშნავს. გარდა იმისა, რომ შესაძლებლობა გქონდეს უკეთესი კომფორტული ცხოვრებისთვის და შენი ხორციელი კომფორტული ცხოვრება არ არის იმის თავარი ესე რომ ვთქვათ, გარანტია, რომ სულიც გექნება კი კომფორტულად. კომფორტულად სული მაშინ აქვს ადამიანს, როდესაც ის ჯერ მის თავთან არის მართალი. მერე უკვე უფალთანაც მართალია და ხალხთანაც და ყველასთანაც მართალია. აი, სულის კომფორტი იყიდეთ. სულის კომფორტი და სულის კომფორტს რო იყიდით, მერე მელაპარაკეთ. სულის კომფორტი ოღონდ ფულზე არ იყიდება. სულის კომფორტი შენ წარსულს უნდა გაუსწორო თვალი და როგორ ცხოვრობდი და როგორ ცხოვრობ ისე იყიდება. შეიძლება შეცდე ადამიანი, შეუცდომელი არავინ არ არის. იმდენ რაღაცეებში შეუცდარ ვარ, არა, რასაც ქვია, ჩემი რწმენისთვის, ჩემი სამშობლოსთვის და ჩემი პრინციპებისთვის არ მიღალატია და შეუცდომელი არავინ არ არის. და რატო ვაგინებ მე ამათ? აი, ამიტომ ვაგინებ. დაშალეს, ათითო კაცო ეს ფელის საქართველო, გადახვეწეს, გადააშენეს, გადააჯიშეს და დღეს თავისი უჯიშო შთამომავლობებით ქართული ოჯახის სახელით გამოსული არიან და შეკრებილები არიან და იქ დაძანწალობენ და დაძუნკალობენ იმაში, რა ქვია, სამებაში პატრიარქი დალოცა. გლოცავთ პატრიარქი დიდი ხანია, მაგრამ იბერია გაგწყინების მაგივრად აგერა 100 წლის წინანდელ ქართველების რაოდენობას ჩამოწდა უკვე. გააგრძელეთ, ასე გააგრძელეთ. ხდლებს აყავს მარტო მრავალი შვილი და მაგ მემამადლიან თუ თავიანთი ერთი ბიჭო შვილების სიმრავლით კი ღმერთმა ვინც გააჩინა, ყველა დაარჩინა და ასაგებია კაცო, ვინ როგორი გაიზრდება კაცი შვილი მარცი სტალინი ეგერ მეწაღის შვილი იყო და სოფლიო შეცვალა და რამდენი გაჭირვებულს და ხატაკს გაუმჯობესა ცხოვრება და რამდენი ადამიანი გამოიყვანა იმ უბედურებიდან, რომელი უბედურებაც ხდებოდა და ვერანაირმა ხორციელმა და მატერიალურმა მისი სული ვერ იყიდა. ამაზე არაა ლაპარაკი კაცო. ვიღაცა შეიძლება იდეინი აღმოჩნდეს, მაგრამ თავად რაშია იცით ხალხო მასაში? მასაში არის ერთი რაღაცა. რითი იქნებიან მამაზე უკეთესები ჯინჯოლიას თუ მისი შვილის გაზრდა და ცალდაო, რათა თუ თაშხიაში რო. ვინ გაზრდის ახლა? ბიძინა ივანიშვილი გაზრდის მის შვილს საქართველოს პატრიოტს? ეს შვილების თემა ცალკეა, სხვათა შორის, შვილებზე მინდა ლაპარაკი რა. ადრე იყო ცოლების, საყვარლების, ანგელის ეპოქა და ახლა შვილების ეპოქა დადგა, იმიტომ რომ თაობათა ცვლამ ასე მოინდომა დამპარი პოლიტიკური ელიტა, რომელიც პუჩის მერე მოეთრია სათავეში, ჯერ ხო თვითონ შეჭამა ქვეყანა, ახლა მის უჯიშო შთამომავლობას უნდა აჭამოს. მე თქვენ გეკითხებით. ბიძინა ივანიშვილი გაზრდის ისეთ შვილს, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს გაწირავს სამშობლოსთვის? არა, აგერ დააწანწალებს ახლა იქ და მომავალში იმას უნდა გადაბარდეს ყველაფერი. შვილებს რომელიღაცას გადაბარდება. ეგერ სააკაშვილის შვილი თურმე მეგობარი აქტის გამო ეგერ ყოფილა ამერიკაში და თურმე იქ დარბის და ნიკოლოზი თურმე იქ ჩალიჩობს და იქ დარბის თურმე რომ საქართველოს დემოკრატია მოუტანოს ამერიკიდან. ეს ამათი შვილი. გუბოზას შვილი ვიცი შვილმა აჯობა მამასა უმატა მძღნერის ჭამასაო რო ანათქვამი, კი ხედავთ პირველი პირწავარნელი გუბაზა არის კვადრატში აქედან. მამამისე უკეთესი რიდი იქნება მისი შვილი, ახლა გუბაზას გაზრდილი შვილი რა იქნება? თვითონ დედამოწყლული შვილი იყო, მამამისი ნაბოძვარი მოღალატე პირველი, ვითომ დიდი ისტორიკოსი. ვითომ მამამისი შვილია თვითონ და მისი შვილი არის ისა.
ბიკი ყუფარიაშვილი ვარ მე, ბაკა ყუფარიაო, იმაში რო. გადახედეთ ეგერ. პოლიტიკაში პირველი შვილების შემოყვანის პრაქტიკა ნინო ბურჯანაძემ დააწესა. ნინო ბურჯანაძის შვილი რითი იქნებოდა უკეთესი დედამისი. გადახედეთ თუ გინდა შალვანათელაშვილის შვილი არაა იმაში, რა ქვია, პოლიტიკაში არაა შემოსული. აი როგორც შთამომავლობით ისე უტოვებენ საქართველოს. და აი ნახავთ ახლა კიდე ბარეორის შვილი წამოყოფს თავს. ფული არა, ჩემო ძმაო, მარტო ფული არა. გველის შვილი გველის წიწილა იქნება. გველს არ შეიძლება ყავდეს ლომი. ყვავებს ფარშევანგის შეძენა მილიონში ერთია ვიღაცა წინაპარს ქონდა გენი და შეიძლება ამოხეთქა. მაგრამ აი გველს ვერა, იმიტომ რომ ამათი მთელი დამპალი სიცოცხლე ამაზე არის ორიენტირებული და ახლა გადახედეთ თითოეულმა გადახედეთ თქვენს ირგვლივ, გადახედეთ თქვენ ოჯახებს, გადახედეთ თქვენი ოჯახის ირგვლივ არსებულ ოჯახებს, გადახედეთ თქვენ ნათესაობას, ოჯახები, რომელიც კლასიკური გაგებით აღარ არსებობს. აღარ არსებობს კლასიკური გაგები. იმიტომ რომ ერთად არ არიან, ერთად ვერ არიან, ვერ ტკბებიან იმ ოჯახური სიტყვოთი, იდილით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არისო, რომელიც თავაზობდა ქართველ ერს, რომ აგერო ემიგრაციაშიო სამსახურეებსო გაგიკეთებთო და წადითო. ისედაც გაფანტულ ხალხს იმის მაგივრად, რომ ერთი პროექტი შეემუშავებია ქოცობას, ერთი პროექტი, რომ ემიგრანტები ამდენ ფულს აგზავნიან, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ და თავიანთი ოჯახის სითბო და სიყვარული იგრძნონ ერთად, ამის მაგივრად იმას გეუბნებოდათ, რომ აგერო კაცო ქარხნებს და ფაბრიკებს ვერ ავაშენებს და წადი და იარითო ემიგრაციაშიო და იქო, რა ქვიაო, იქ იმასკენითო. შექმენით დოვლათი და ჩამოიტანეთ ქვეყანაში. არ იყო ბიძინა ივანიშვილი, არა მისი ბერა წავა ახლა სამუშოთ, ან ცოტნე წავა, ან უტა წავა. მე სიმართლე წინით. ვისაც სიმართლე არ უყვარს, ყველას დედა შევეცი დიდი ან პატარიან რა. ვისაც გინდა დაუკარით ტაში კაცო ამათ. მაგრამ მე პრეტენზია ნუ გექნებათ, რომ სამშობლო რა დაგეღუპათ. რა ეშველება საქართველოს? საქართველოს ეშველება ერთ შემთხვევაში, როდესაც ქართველი ერი სიმართლის მოსმენას ისწავლის, სიმართლის მიღებას ისწავლის და ამ მანკიერების გამოსწორებას ისწავლის, აი მაშინ ეშველება საქართველოს. ეს ყველაფერი შეუძლია ეკლესიას. ეს ყველაფერი შეუძლია მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომლის სათავეში არიან გველები, ნაძირლები, აგერ ახლა წათრეულა იგი ჩვენი პრეზიდენტი პაპის გუშინ ოჯახის სიწმინდის დღეზე იყო და დღეს წასულა თურმე რომის პაპის კურთხევაზე და გაყოლია იგი თურმე საპატრიარქოს ხალხი გერასიმა გაყოლია თურმე და კიდევ რამდენი მიდით თქვენ ხო ეკუმენიზმის შვილები ხართ კაცო და მიდით ახლა რომის პაპთან რაფერ არ შეიძლება ჩახვიდეთ და რაფერ არ შეიძლება რომის პაპთან არ გამოჩნდეს და პატივით არ დააგვხდნენ და ეს ქოცვიზიები ამ ყველაფერს ტელეკომპანია იმედი აშუქებდა ამ ყველაფერს და თურმე ოჯახის სიწმინდის დღე თურმე ეს ევროპული და ქართული ტრადიცია ყოფილა. გინდათ ვიძე ამ ტყუილში ცხოვრება და აგძელეთ. აბა თქვენ იცით. ესა. ამიტომ გვეშველება რამეო რო იძახით, ხო? ჯერ სიმართლის მიღება ისავლეთ. მოსმენა, მიღება, მერე ამ სიმართლის დაცვა ისავლეთ. აი მერე გეშველება თითოეულს თქვენთანს. ან მთელი ერსაც ეშველება. როდესაც ქართულ ოჯახში, ხუთსულიან ოჯახში 3 ემიგრანტია და 2-17 მაისს გადის და ტაშს უკრავს ქოცების ბანდას და საპატრიარქოს ბანდას და ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობს. აი იქ აქ დედა მოწყნული ქვეყანას. აი იქ ოჯახის სიწმინდეზე ვიყავით. კიდე ერთხელ ვამბობ, ოჯახის სიწმინდე მარტო ის არ არის, რომ
ქმარმა ცოლს უღალატოს და ცოლმა ქმარს უღალატოს. ოჯახის სიწმინდე ერთგულება მთელი ოჯახის მიმართ. სამშობლოს შემდეგ მოდის ადამიანისთვის ოჯახი. და სამშობლო არაფერი არაა თუ არა ოჯახების ერთობა. აი ამის შემდეგ ხდება სამშობლო. და თუ კი ქართველი ერი, რომლის ოჯახების უმრავლესობაც არის მიშვეული ტყუილში ცხოვრებას, ნაცობას, ქოცობას, კერპომანიას, არ უნდა მანკიერებიდან გაიწმინდოს, ახლა იტყვიან რომ იდეალიზაციას ვახდენ, იდეალიზაციას არ ვახდენ. ქრისტიანი ადამიანი ვარ და ქრისტიანულად ლაპარაკობ. მაშინ რა ენაზე გელაპარაკოთ? სამოქალაქო ენაზე გელაპარაკოთ. სამოქალაქო ენაზე გეტყვით, მაშინ თუ გინდათ. სახელმწიფოსთვის საკუთარი მოსახლეობა უნდა იყოს ძვირფასი და სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველანაირი საშუალება, რომ ქართული ოჯახებიდან არ უნდა გარბოდეს ადამიანი იმისთვის, რომ ერთი სული წავიდეს, რომ დანარჩენი 4 არ ჩინოს. ამის საშუალება უნდა მიცე. თავის დროზე კონფუცია აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი. რაც შეეხება სახელმწიფოს, მე არ ვიცი რამდენნაირი სახელმწიფო არის, მაგრამ სოფლიოში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ 2 სახელმწიფო. სახელმწიფო ერთი ღარიბი, თუნდაც ღარიბი, რომელიც სიკეთით, სამართლიანობით, კანონიერებით და სიბრძნით იმართება. ანუ ღარიბი ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც ბრძენი და სამართლიანი და კეთილი ადამიანის ხელში არის. ასეთ ქვეყანაში იყოს ადამიანი წარუმატებელი, ეს ითვლება სირცხვილად. მაგრამ არსებობს მეორე სტილის სახელმწიფო, რომელიც თუნდაც ძალიან დიდარი, მაგრამ რომელიც იმართება ტყუილით, სიცრუით, ბოროტებით. ასეთ სახელმწიფოში იყო წარმატებული და მდიდარი, აი ეს ითვლება სირცხვილად. გადახედეთ ახლა საქართველოს, ქვეყანა, რომელიც უმდიდრესი ქვეყანა არის, რომელსაც 15 მილიონი ადამიანის შენახვა შეუძლია, რომელიც სიბრძნით კი არა, ბოროტებით, უსამართლობით, უკანონობით იმართება და აი ესეთ ქვეყანაში წარმატებული ადამიანები, ვინც არიან, ფულიანი ხალხი. გახედეთ ფულიან ხალხს. ვინ არიან? გინდა ქოცები აიღეთ, გინდა ნაცები, გინდა ხაზარები, გინდა ესე. ეს ხალხი ყველა დედისაგინებელი ხალხია. განა იმიტომ რომ ფული აქვს. იმიტომ რომ უნდამოსობით და უსინდისობით აქვს ფული ნაშოვნი. გამოდიან და ოჯახის სიწმინდეზე გელაპარაკენ. მეზიზღება ესეთი ხალხი, მეზიზღება ესეთი საზოგადოება. ჩამოდი იყავი ჩვენთან და აქ იბრძოლე და იქ იბრძოლე. რომელი ერთი თქვენ ახართ მებრძოლები? რომელ შეგიძლიათ მსხვერპლის გაღება სამშობლოსთვის? ეს უზარმაზარი რაღაცა. ერთმანეთისთვის ვერ გაგიღიათ მსხვერპლი. ოჯახის წევრებისთვის ვერ გაგიღიათ მსხვერპლი, მიეჩვიეთ ამ ცხოვრებას და გინდა სხვამ გადაგარჩინოთ. სხვისი ხელით გველის მარტივად დაიჭირებაო. ახლა შემოკარგებო, მე მონების გვერდით ცხოვრებას, მარტო ცხოვრება მირჩევნია სადღაც სხვაგან. ოღა მაგის როცა ჩამოვალ და ნორმალურ ადამიანებთან ერთად რაღაცა სიკეთეს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის თუ არა. არსებობით ადამიანი ყველიანი არსებობს. წყალში რო ჩააგდო ადამიანი მერია ლაყუჩებს გამოიგო. ამელი ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობთ. საერთოდ სიწმინდე დაგრჩათ რა. და იყავით ახლა და ნუ არ რადიკალური მე გურის და ბაჩოს მიმართ. ნუ არ რადიკალური ქოცების მიმართ, ნუ არ რადიკალური ყანდურების. ისინი ინარჩუნებენ ეკლესიის ერთობას და ერის ერთობას. ერის ერთობა დედა რომ მოეტყნა და ყველამ რო დაიყიდა დიდიან პატარიანად, ყველამ რო დაიყიდა, ეხლა გაახსენდათ ქართველი ერი და ახლა გაახსენდათ ტრადიციები და ახლა გაახსენდათ თურმე რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქამდე არავის არ ახსოვდა არაფერი. აქამდე ევროკავშირი ახსოვდა და ნატო. და ევროკავშირის ინსტრუქციები. ახლა თურმე შეეზილენ ამ ოჯახის სიწმინდის დღეს, იმიტომ იციან ქართველი ადამიანი ბუნებრივად მაინც კონსერვატორი არის და ტრადიციული არის. გამოვიდნენ და ლაპარაკობენ ამას. მოდი ფისო. მოკლედ ამით მინდა დავასრულო ეს დღევანდელი მონოლოგი. ამაზე არის საუბარი, ამის
გააზრება როცა მიეცემა ქართველობას, მაშინ გადარჩება საქართველო. ამიტომ არაფერი არ იქნება და მე არ შემიძლია ეს ფარისევლობა და ეს სიყალბე და ვისაც არ მოგწონს ჩემი სიმართლე, მიბრძანდით ბატონო რა. მიბრძანდით რა. ხო, ფისო იყო აგერ ფისო. გამოიპარა სადღაც. კარგი, დაგემშვიდობებით. რა თქმა უნდა, TikTok-ზე ძუძუების გადმოყრით და ტუჩების გადმოყრით მყოფ ქართველობას უნდა ესეთი ნიკომსიდან დარუბანდამდე აშენებული საქართველო ააშენოს. ვინ გარყვნა და ვინ გადააგვარა ეს ერი, მაგი ავიწყდებათ. კარგად ბრძანდებოდეთ.